ქუთაისის ტორპედომ ორდაბას 4-3 მოუგო. UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ქუთაისში გუშინ გაიმართა. დირკ შუსტერის გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და 30-ე წუთზე დაწინაურდა. რამდენიმე წუთში ქუთაისის ტორპედოს კარში ყაზახურმა გუნდმა 2 გოლი გაიტანა. შესვენებამდე დამატებით დროში ქუთაისელთა ახალწვეულმა მატეი სიმიჩმა ანგარიში გაათანაბრა. 68-ე წუთზე ორდაბასი კვლავ წინ გავიდა. კუთხურის გათამაშების შემდეგ ტორპედოს დაცვამ კარის წინ უყურადღებოდ დატოვა უკრაინელი ნახევარმცველი, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ანგარიში 2-3 გახდა. ქუთაისელებმა ამის შემდეგ ყაზახურ გუნდს დიდი ძალებით შეუტიეს. 79-ე წუთზე ტორპედოელებმა ყაზახური ორდაბასის კარში კიდევ ერთი ბურთი გააიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო დამატებით წუთზე მატეი სიმიჩმაც დუბლი შეასრულა და ტორპედოს გამარჯვება მოუტანა. საპასუხო შეხვედრას ქუთაისის ტორპედო ორდაბასთან 17 ივლისს ყაზახეთში გამართავს. ევროთასებზე, სადაც მსგავსი დონის გუნდები ადრეულ ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს, როგორც ყოველთვის შანსები თანაბარია. ყველაფერს დეტალები წყვეტს, როგორც დღეს ნახეთ. შეხვედრაში ბევრი რამ სტანდარტულების შესრულებამ გადაწყვიტა. მასპინძელმა კუთხურის შემდეგ 2 გოლი გაიტანეს. ჩვენ კი ეს ერთხელ მოვახერხეთ. ალბათ გულშემატკივრებს თამაში მოეწონათ, მაგრამ მწვრთნელებს ნაკლებად, რადგან ორივე გუნდმა ბევრი გოლი გაუშვა. სხვა მხრივ კარგი თამაში იყო, რადგან მოედანზე ერთმანეთს ღირსეული მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. ახლა მეორე შეხვედრას ველოდებით, რათა გაირკვეს, ვინ იმსახურებს შემდეგ ეტაპზე გასვლას. ფიქრობ, რამდენიმე ეპიზოდში აშკარად არ გაგვიმართლა. 1-0-ს ვიგებდით, მაგრამ ელემენტარული შეცდომების გამო სამწუთიან მონაკვეთში 2 გოლი გავუშვით. ამის შემდეგ გადაწყობა რთული იყო. გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ბოლომდე ფიზიკურად მზად არ იყვნენ და მეორე ტაიმში ამიტომ გამოვიყვანე. კოხრეიძის და ხუდუშაურის გარეშე რთულია შეხვედრის დაწყება, რადგან მათ ძალიან კარგი ტექნიკა აქვთ. ფიქრობ, მეორე ტაიმი პირველზე ბევრად უკეთესად ჩავატარეთ, მაგრამ წინაა განმეორებითი შეხვედრა. ჯერ არაფერია დამთავრებული და ყაზახეთში თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. Short time before the half time and I'm so happy to make debut for Torpedo. დუბლი და გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე. ასეთ სცენარს დღემდე მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი. მადლობა ქუთაისს, გუნდმა, ქალაქმა, ყველამ კარგად მიმიღო. თავს ისევ გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი შემდეგი მიზანი შესაძლოა ჰეტ-ტრიკი. ვნახოთ. So proud about my teammates.